უკიდურესი პროტესტის 38 დღეს მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა საგანგებოდ გამოგზავნილ წერილში. ჟურნალისტი წერს, რომ ახლა ბათუმში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ ძალიან მძიმეა მისთვის, როდესაც ისმენს განცხადებას და შეშფოთებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სწორედ ამიტომ ჟურნალისტი ამბობს, რომ ის მზად არის მედიკოსების დახმარებით აღადგინოს კვლევა. მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა და ახლა მოუწოდებს ის თანამოაზრეებს იმ ადამიანებს, ვინც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდა, რომ მათაც შეწყვიტონ პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. მზია ამაღლობელი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი იყოს ძალიან ძლიერად. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა ყველამ ერთად უნდა გააგრძელოს ეს უწყვეტი პროტესტი და საქართველოსთვის ბრძოლა. კლინიკა ვივამედთან იმყოფებოდნენ მზია ამაღლობელის მეგობრებიც, ვისი როლიც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ დიდი. ჟურნალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს განცხადება და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მზია ამაღლობელმა, მათთვის არის ძალიან სასიხარულო, რადგან გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ვივამედის კლინიკური ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ მოშიმშილე ჟურნალისტის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, საგანგაშო შეიძლება ასე ითქვას და არსებობდა ორგანოების გათიშვის რისკი. სწორედ ამიტომ ახლა ჟურნალისტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს და არ გამორიცხავენ, რომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მან უკვე მის შემდეგ სასამართლო პროცესზე მოახერხოს დისტანციური ანდაც თუნდაც სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ეს არის მზია ამაღლობელის წერილი, რასაც მე ახლა ვკითხულობ და მას ასე ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. ამას ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მივესალმებით, მადლობას ვეუბნები მზიას იმისთვის, რომ შეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება და იმედი მაქვს, რომ ექიმები პროფესიულად მიეხმარებიან ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში და მისი ჯანმრთელობა და ეს პროცესი არ დასრულდება ისე რომ მას რაღაცა განსაკუთრებული ზიანი მიადგეს ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მე მადლობა მინდა უთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც მე პირადად ძალიან გამაძლიერა იმისთვის, რომ უფრო მეტად, უფრო ძლიერად, უფრო ხმამაღლა ვიბრძოლოთ მისი და ჩვენი თავისუფლებისთვის. მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამედში განაგრძობს მკურნალობას. კლინიკურმა ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ განმარტა, რომ 37 დღეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. დღეს მას ჩაუტარდა დამატებით კვლევები და დღესაც შეფასდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მძიმე. კლინიკური ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა განვითარდება რეფიდინგის სინდრომი, რაც გამოწვეულია ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენის დროს. სწორედ ამიტომ ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ინტენსიურად გაგრძელდება ზედამხედველობა მზია ამაღლობელზე და ექიმების ჯგუფი მას ყოველდღიურად დააკვირდება. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რაც გამოიწვევს შეიძლება სხვადასხვა ორგანოების
უკმარისობები. განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველი 2 დღე არის სპეციალური მენიუ შეთავაზებული, შემუშავებული, დამტკიცებული ეს რეფიდინგ პროტოკოლი და შესაბამის კურნალობასთან, თანხმლებ კურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესები. მზია ამაღლობელმა, რომელიც უკანონო დაკავების პირველივე წუთიდან შიმშილობდა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა დღეს 38 დღეს შეწყვიტა. ის რჩება კლინიკა ვივამედში და როგორც კლინიკური ხელმძღვანელი ამბობს, ახლა მომდევნო 48 საათი იქნება გადამწყვეტი და ექიმების ჯგუფი მას ინტენსიურად დააკვირდება.